თვალეთ რა იმდენი ქონდა. ესე იგი რომ მოდივართ ხოლმე, ბევრი ხვდებიან უკვე რა, რომ ვაჭმებთ და ამის შემდეგ უნდა წამოვიღო დიდი ტუმანი ან რაღაცა. ვაუჩი. მოკლედ მეგობრებო, კიდე ჩავწევთ ერთი კულინარიული ვიდეო და გავაკეთო ბატონო დავით ისეთი რამე გაჭამო, გაგიჟდები. რა არის? ქვია მეცხვარეების ყაურმა. ცხვარეების ყაურმა. ხო, ჩობან ყაურმასაც ეძახიან, ეს ქართული რაღაცა არ უნდა იყოს. ანუ მეცხვარეების რატო რა, ყაურმა რატო ქვია ეგეც ვერ გავიგე, იმიტომ რომ ამა ჯიგართან და რამე საქმე საერთოდ არ აქვს რა. არის ხორცი. ნამდვილი კეთდება ესე რა, ცხვარს კლავენ მინდორში მეცხვარეები და საკუთარ წყავში ახვევენ ამ ხორცს. ორმოს თხრიან, იქ ჯიგარსაც შიტოვებენ რაღაცა, მარილს აყრიან ეხლა იქ სუნელების და რაღაცების ის არა აქვს. იგე ბატონო დავით და ჩაფლავენ, ზემოდან ანთებენ ცეცხლს და თვითონ ამ წყავში იხარშება ხორცი შიგნით. გამი. ამ შემთხვევაში ჩვენ რახან არც მეცხვარეები ვარ და არც მინდორში არა ვარ და უფრო ცივილიზებული რაღაცა. არ ცხვარი არ აყვავს? ცხვარიც არ აყვავს. იქით კი დადიოდა ცხვარი ტყეში, მაგრამ მეცხვარია ძალიან ავი და მოკლედ. ეხლა ამისთვის რა არის საჭირო? აი ძალიან ელემენტური, ახლა მოიტანე ხორცი აჩვენე რა. ხორცი უნდა იყოს მსუქანი. ამას